მე ვარ ილია კახიძე 9 წლის. ვსწავლობ მე-6 საჯარო სკოლაში. მე უკვე მეორე გვეწერები ამ პროექტში. წინა ჩაწერის დროს ვიყავი 7 წლის. მას შემდეგ ჩემ ცხოვრებაში ბევრი რამე შეიცვალა. მაგალითად, გავხდი უფრო ჭკვიანი და უფრო სიმპათიური. კიდევ ის შეიცვალა, რომ ამიხდა ოცნება და ფეხბურთზე შევედი. უკვე 1 წელია ვთამაშობ VS ჯორჯიაში. მახსოვს პირველი დღე, როცა VS ჯორჯიაში მივედი. არავის არ ვიცნობდი და ძალიან ნერვიულობდი. მეგონა რომ არაფერი არ გამომივიდოდა. არა და თურმე კარგი ფეხბურთელი ვყოფილვარ. პირველ გავიცანი ბავშვები და მერე მწვრთნელები. VS ჯორჯიაში ძალიან კარგი სიტუაცია და გარემო. ყველაზე კარგად შეთამაშებული ვარ გაბრიელ ბესტავაშვილთან. მე ვთამაშობ მარჯვენა მცველის პოზიციაზე. ბავშვობაში სულ მინდოდა თავდასხმელობა, მაგრამ ეხლა უფრო მეტად მინდა დაცვა. ვთამაშობ 6 ნომრით და ეს ნომერი თვითონ მე ავარჩიე. საქართველოს ნაკრებში სიამოვნებით ვითამაშებდი 7 ნომრით. მოედანზე ჩემი მთავარი მოვალეობა პასების განაწილება. ჩემი საუკეთესო საფეხბურთო თვისებაა სისწრაფე. გამოსასწორებელი მაქვს მატაობა. მე ფეხბურთელობა გადავწყვიტე 8 წლის ასაკში. თუ ფეხბურთელი ვერ გამოვალ გემის კაპიტანი. თუ ფეხბურთელი გამოვალ კარიერას დავიწყებ დინამო ბათუმში. მერე გადავალ PSG-ში და მერე რეალში. მე ფეხბურთელობას ვაპირებ 51 წლამდე. ახლა მინდა ვიყო 18 წლის, იმიტომ რომ უკვე ვიქნები პროფესიონალი ფეხბურთელი. ჩემი სკოლა მიყვარს ისევ როგორც მიყვარდა 2 წლის უკან. მყავს კარგი კლასელები და ვართ ერთი ოჯახივით. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია ელია შაქარიშვილი. ყველაზე ჭკვიანია ანდრია. ყველაზე ცელქია მათე ჩახუნაიშვილი. ყველაზე ბედნიერი მგონია დაჩი. მე ვარ ყველაზე მეგობრული, კეთილი და სიმპათიური. ამ ეტაპზე შეყვარებული არ მყავს, მაგრამ შარშან მყავდა. იმ გოგოს იმიტომ რომ დავშორდი, რომ ცუდი ხასიათი აღმოაჩნდა. ცელქობდა და ყირაზე გადადიოდა. მომდევნო შეყვარებული მეყოლება 4 წელში. სახლში ისევ ვცხოვრობთ 4-ნი, მამიკო, დედიკო, დაიკო და მე. ყველა ვართ კარგად და ბედნიერად. ჩემი და ბევრად გამოსწორდა, აღარ დამაცობს, კარგად სწავლობს სკოლაში და ალაგებს სახლს. მას ჰქვია ანა მარია და ახლა არის 12 წლის. დედიკოს და მამიკოს ძალიან უყვართ ერთმანეთი. ასე იმიტომ მგონია, რომ ერთმანეთზე ზრუნავენ და კარგ სიტყვებს ეუბნებიან ერთმანეთს. მე მყავს ყველაზე კარგი დედიკო და მამიკო მთელ სოფლიოში. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული აჭარული ხაჭაპური. ჩემი ცოლი ყველაზე კარგად გააკეთებს სუპს. ისე ჩემი საყვარელი საჭმელებია წიწიბურა და შემწვარი კვერცხი. ბევრი ფული რომ მქონდეს ვიყიდდი გემს, ახალ ტელეფონს და მანქანას. 31 წლის როცა გავხდები ვიყიდი ახალ ლურჯ ლამბორგინს. დიდი ალბათობით ამ მანქანით მოვიყვან ცოლს. ჩემი ოცნებაა გავხდე რონალდინიოზე კარგი ფეხბურთელი. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს გავარჩენდი ჩემი ოცნების სახლს. ეს სახლი იქნებოდა 2 სართულიანი და ექნებოდა დიდი ეზო. სახლთან ახლოს მექნებოდა დიდი სტადიონი. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა, რომელი სუპერძალა მინდა რომ მქონდეს. მე მინდა მქონდეს ტელეპორტაციის სუპერძალა. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია Samsung S25 Ultra. ბედნიერება არის ფეხბურთის თამაში, კარგი ოჯახი და დედიკოს ჩახუტება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.